Queremos aguaje, este ve. Aguaje. ეს მე ვარ, როდესაც თავაზობენ ისეთ ხილს, რომელმაც შეიძლება ორიენტაციად შეგიცვალოს. ქალაქში, სადაც უცნაურად ბევრი გეი ცხოვრობს. Is he gay or straight? მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ ქალაქში წყალზე ცხოვრება ნორმალურია, ხოლო ნარკოტიკს პირდაპირ ბაზრიდან იყიდი. You can drink it, but someone needs to take care of you. აქ 150-ზე მეტი უცნაური ხილია, რომელსაც სხვაგან ვერსად შეხვდები და ერთ-ერთი მათგანი აგუაჰეა, რომელზეც ამბობენ, რომ თუ ზედმეტად ხშირად შეჭამ, შეიძლება გეი გახდე. და საინტერესოა, გავბედავთ თუ არა აგუაჰეს გასინჯვას. Too gay? Right? Because of aguaje? ადგილი, სადაც ეს უცნაურობები ხდება, ქალაქი იკიტოსია. ქალაქი, სადაც სამყაროს წესები სხვანაირად მუშაობს და მე, ჩემი კამერამენი და ახლა უკვე ჩვენი მეგობარი ლუისი, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ამ ქალაქის აღმოჩენის გზაზეც არ ვჩერდებით. ვაპირებთ ვიპოვოთ, გადავიღოთ და გამოცადოთ ყველა უცნაურობა, რაც იკიტოს აქვს. თუმცა სანამ აქამდე მივალთ, გეტყვით, რომ ამ გენიალური კონტენტის წარმდგენი არის Betson Sport. მოვიდა ჩვენი მოტოტაქსი და ჩვენი პირველი გაჩერების წერტილი არის პელემი. სოფლიოში ყველაზე ეგზოტიკური ბაზარი, იმიტომ რომ უამრავ სხვადასხვა საინტერესო რაღაცას დახალგმელებში და ნახოთ რას ნახავთ. თუმცა სანამ ამ ბაზრობისკენ წავალთ, ალბათ გაინტერესებთ აქ როგორ მოხდი. და საერთოდაც რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს? საქმე ისაა, რომ წინა სერიაში მე და ლუისი დავმეგობრდით და ეს თავგადასავალი ასე რომ არ მორჩენილიყო, შევთავაზე წავიყვანე ადგილას, რომელიც მის ინტერესსაც იწვევდა. ლუისი პირველადაა ამ ქალაქში. ქალაქი იკიტოსი ტექნიკურად პერუს ეკუთვნის, თუმცა ეს ადგილი სრულიად მოწყვეტილია პერუს სამანქანო გზებით. გაშენდა პირდაპირ ამაზონის ჯუნგლებში. სწორედ ამიტომ აქ იმდენად სხვანაირად მუშაობს სამყარო, რომ ლუისაც უკვირს და აინტერესებს. ჩვენ აქ 2 დღით ადრე ჩამოვფრინდით კუსკოდან, იმ ერთადერთი გზით, რაც ამ ორ ქალაქს აკავშირებს. Iquitos, baby! აქ ყოფნა ლუისის ინტერესი იწვევდა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში ლუის აქაური გოგოები უფრო მოსწონს ვიდრე თავისი რეგიონიდან. თუ რატომ ამას მოგვიანებით გეტყვით. თანაც მასაც აინტერესებს ის უცნაური ხილი, რომელსაც აქაურები სვამენ. შესაბამისად, ჩვენ ამ რეგიონში ჩამოვედით. რეგიონში, სადაც ტუკტუკი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მანქანა. და ამ რამდენიმე ფაქტორის გამო, მე ამ ქალაქში 3 ძირითადი მისია მაქვს. პირველი, ლუისთან ერთად გავსინჯოთ აგუაჰე. ეს ტაბუდადებული ხილი და შევხედოთ, რა დაემართება ჩვენ ორიენტაციას. მეორე, საბოლოოდ ვისწავლოთ ტუკტუკის მართვა, რომელიც 1 წლის წინ ინდოეთში არაფრით გამომივიდა. და მესამე, ლუის აქაურ გოგოსთან პაემანი მოუწყო. თანაც ერთი პირობით. პაემანზე ჩემივე ტუკტუკით უნდა წავიყვანო. თუმცა სანამ ტუკტუკის მართვას ვისწავლით, ჯერ სხვას უნდა დავაკვირდეთ. ამიტომ სხვისი ტუკტუკით გავემართეთ იკიტოსის ბაზრობის აღმოსაჩენად. Hola, ¿cómo estás? აქ თითქოს მხოლოდ იმ ხილის აგუაჰეს გამომოვედით, მაგრამ როგორც კი შემოდიხარ, რამდენიმე წუთში ხვდები, რომ ეს ბაზარი ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბაზრობა. Is this pork? Yeah. Are you sure it's pork? Cerdo, no? Es como cerdo. Yeah, sure. ბენის ბაზრობა იკიტოსის ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე სუნიანი ადგილია. Საშიშის ღარისონი. თუმცა ამაში ცუდი არაფერია, იმიტომ რომ აქ იყიდება პირდაპირ ამაზონი. რადგანაც იკიტოსი ამაზონის კარიბჭე აქ თითქმის ყველა პროდუქტი ამაზონიდანაა. ჩამოვაქვთ ესენი ყიდულობენ და ყიდიათ. ყველაფერი ფრეში, ყველაფერი ორგანული. ხილი, რომელსაც დედამიწის სხვა ვერცერთ წერტილში ვერ იპოვი, ხორცი ისეთი ცხოველებისგან, რომელთაც თუ ჭამდნენ ვერ წარმოიდგენდი, Iquitos venom? Yeah, it's venom. და მცენარეული წამლები, რომლებსაც ინდიელები დღემდე ამზადებენ საკუთარი ტრადიციით. He could see what's going to happen in his future. ჩვენი ბაზრობის აღმოჩენა კი პირველ რიგში იწყება ეგზოტიკური ხილების გასინჯვით. Luis, today we have challenge, you know? You eat meat. No, meat, I don't eat. No, bro. Now it's you your are turn. Peruvian. Now I eat everything. Now it's your turn, and after I. Okay. That's Okay. the deal. საქმე ისაა, რომ მე და ლუისი მეგობრები ვარ და თუ მეგობრები ვართ, აქ შემოდის ჩვენი მეგობრობის ტესტი, რომელიც ჯერ კიდევ მავრიტანიაში ავამოქმედე. ეს ის წესი ნომერში მეტი ამბობს. თუ შენ მეგობრს სტრიტფუდი არ უყვარს, რომის კუჩის თავგადასავლები მოუწევ. ლუისის კუჩი თავგადასავლები დღეს ნამდვილად არ დააკლდება. თუმცა პირველ რიგში ჯერ ეგზოტიკური ხილის დაგემოვნებით ვხურდებით. და პირველი ასეთი ხილი კარამბოლაა. ბიჭო, რა უცნაური გემოვა. I don't know what taste is it. Can I try? Yeah, only that. Why? What is that? Granadilla. Granadilla? Granadilla. Granadillas gავს ცოტათი. What is granadilla? Granadilla is another Peruvian fruit. Yeah, but I want to compare something familiar, bro. პირველი გაჩერება აღმოჩნდა კარამბოლა. ნახოთ ხვები რა იქნება.
სხვა არანაკლებ ეგზოტიკური ხილი და მით უმეტეს street food-ი წინგველის. თუმცა გზად გვაფერხებს ის, რომ მე თეთრი ვარ და აქ ყველას ჩემგან ფული უნდა. He wants money. აქ ხალხი გაჭირვებულია. განათლების დონეც არც ისე მაღალია და ამის გამო ბავშვებსაც სავარაუდოდ რთული ცხოვრება შეიძლება ჰქონდეთ. ¿Cómo estás, my bro? Bien? Belén Football Club. სავარაუდოდ აქაურებს არც უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა არ მიეცათ. შეიძლება იმიტომაც, რომ შესაბამისი ფინანსური მხარდამჭერი არ ყავდათ, რომელიც სწავლის დროს დაეხმარებოდა. Down 3 here, become here. Extra pro, that one here. Okay, relax, but what? Become here, right? They can up here. მხარდამჭერი, რომელიც განათლების გზაზე სტუდენტებს დაეხმარება, საქართველოში საქართველოს ბანკია. მას 40-ზე მეტი განათლების მხარდამჭერი პროგრამა აქვს. მაგალითად, ისეთი როგორიცაა სტუდენტების სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში, რომელიც სწავლას ერთი წლით სრულად დაფინანსებს. I love bird, I love paper, I love. Where are you from? What he says? I don't know. Bro, what are you saying? მოკლედ, შენ თუ ხარ სტუდენტი და განათლების გზაზე არ ჩერდები, შეგიძლია სტიპენდია ბუქჯეზე დარეგისტრირდე და გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი. What is it? ¿Qué es esto? Macambo. ჩვენი ტესტის განმავლობაში მუდმივად ხვდებით აგუახეს. იმ ხილს, რომელიც ჩვენ კაცობას ემუქრება. თუმცა ჯერჯერობით თავს ვარიდებთ. Queremos aguaje. Aguaje? Este ve. Aguaje? Aguaje. Man, no aguaje. No aguaje. No que es aguaje, no aguaje. Aguaje drink, I'm gay. Nada, este va a ser así, qué rico. ¿Cómo se llama de nuevo? Macambo. Macambo. Es dulce, ¿no? Es dulce, dulce. Cómale, cómale, chupa. Chupa. You need to lick it. Lick it. Ah, delicious. Yeah, they want it. They want. You see me out here, aguaje, how can I lick? Do you know what taste is it? How? If someone take pineapple Yeah. and fart on that. Yeah, that taste. You can taste. You can taste it. Fucking way. I'm not tasting part. Bro, it was too much. No, I like it. I like it. Are you sure? აქ ქალები საკმაოდ აქტიურები არიან და ჩემ კამერამენსაც ეფლირტავებიან. She's telling that she's going to teach you everything. He need experience. Él necesita experiencia. Alles milfebi დავაჯახეთ. Imagine scenario, this girl and this is the guy. It's how the society works. Twice standards. Ormagi სტანდარტები როგორ არის? Ormagi double standards. ანცოდი გემოვა. კამუ. მლაშე და არაფერს მომცემი გემოვა. ხილი არ არის ერთადერთი უცნაურობა, რაც ამ ბაზარში შეიძლება ნახო. ამ ბაზრობაზე პირდაპირ მოწყობილია აფთიაქი. ოღონდ მხოლოდ ამაზონის მცენარეებისგან. Headache. This is good for the headache. Fuck. I thought when you have hair. Ah, okay. Pensó que era para el cabello. No. He has for the hair. Oh, really? Mostly during the night. You need to put it. And in one night it will raise, right? ¿En una noche va a crecer? Es una terapia pero diario. In 15 days you will see how your hair grows. This is like the blue pill. This can be for sex. You will have more energy. This is for the friend. For your friend. ტიპიურ სწავლებთან ერთად აქ პირდაპირ ბაზრობაზე იყიდება სხვადასხვა ფსიქოდელიკური სასმელები, რომლებიც ქვეყნების 95%-ში საერთოდ აკრძალულია. მაგალითად, ისეთი როგორიცაა აიაჰუესკა. What is price? $200. You can open it and smell it. აიაჰუესკა ფსიქოდელიკია, რომელიც მსოფლიოს 7 ქვეყანაშია ლეგალური. აქედან ერთ-ერთი პერუა, თუმცა აიაჰუესკას დალევა შამანის გარეშე რეკომენდირებული არაა. I need shaman or I can drink myself. You can drink it, but someone needs to take care of you. აიაჰუესკა მცენარეა, რომელიც მხოლოდ ამაზონში იზრდება და არ გვირკვირს, რომ იმ 7 ქვეყნიდან 5 სამხრეთ ამერიკაშია. უფრო მეტიც, ეს ქალაქი იკიტოსი თურმე აიაჰუესკას ცენტრია. მსოფლიოში ყველაზე მეტი დაახლოებით 150-მდე აიაჰუესკას რითრით ცენტრი სწორედ აქაა. ეს ყველაფერი დასაშვებია, თუმცა აკრძალულია ასე პირდაპირ ქუჩაში გაყიდვა. What was your trip? He could see what's going to happen in his future. And what will happen? He kept Cosas me dan como sentimiento de It was like telling this is going to happen. But it happened, really? Pero pasó alguna de esas cosas? Sí. Really? არ ვიცი მისი მომავალი რამდენად რეალურია, მაგრამ ჩემ მომავალს ზუსტად ხედავ და 300,000 გამომწერზე წარმომედგენია, რომ სოსოსთან ერთად პინგვინებს წავეთამაშები. და იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ეს მოგზაურობა, ჩემი გამოწერისთვის იდეალური შანსი ეხლაა. მანამ სანამ მორი ხილს ვიპოვი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ამაზონს არც ისე ცოტა აქვს. How many fruits has Amazon?
ამ კითხვა მაზრთა გაუგებრობა გამოიწვია. მე უფრო დიდი წარმოდგენა მაქვს და მგონია რომ Amazon-ში 500-ზე მეტი ხილია. ლუისი კი სხვანაირად ფიქრობს. Okay, I will bet. Yeah. I am taking from 500 to 1000. For 500 and more. If I win 100 to 500, you eat suri. Yeah. Can you search? But don't ask ChatGPT, please tell lower. Just ask straight. I win. 162. იმის გამო რომ წავაგე მიწევს რომ ის ბუთქუნა მატლები მჭამო რასაც უკვე შეჩვეული ვარ. თუმცა წაგების მიუხედავად იმედი მაქვს რომ ლუისას დავიდახმებ ჭამაზე. თუმცა სანამ ლუის მატლების ჭამას დავაძალებ, ბაზრობაზე კიდევ არაერთი უცნაური ხილი აღმოვაჩინეთ. Actually, it has taste of nothing. It has no taste. არაფრის გემო არა აქვს. ანუ ხილის ფორმაში მოქცეული არაფერი. What is it? I never tried. I need his help. It's the first time I see this fruit, bro. Amazonas is so too big. Do you know what is bigger? Yeah. My Amazonas. Enjoy it, bro, when you talk about that. Because maybe he likes. Yeah. He likes it a lot. He has experience. He has experience. I don't know. ხურმას გავს. I didn't. ხევადი კარალიოკი რა. დღეს არალეგალური პროდუქტების გასინჯვას არ ვაპირებ. თუმცა ცოტათი მაინც მივახლოვდები ამ არალეგალური ბაზრის ხიბლს და გავსინჯავ იმას, რასაც თითქმის არასდროს მოვიხმარ. ზოგადად სიგარეტს არ ვეწევი, მაგრამ ვიცი რას ნიშნავს შეჩევა შენზე. ნახოთ ეს როგორია. You need to increase it. ძალიან მწარია. I really very rarely taste cigarette. I have sense like I have put on my mouth something like that, but I don't know what it was. Okay, give me. I want to try one. Already tasty, bro. I'm not racist, but if you start smoking too much, you got black. Little bit of He was smoking. a smoker, you see? Color change. He was Yeah. not, he was smoker. ლუისმა გაუძლო ყველაფერს და მშვიდად მოყვება გასინჯვის ჩელენჯში. მაგრამ საინტერესოა რა სიტყვის წვენზე, რომელიც სტალახს უფრო გავს. You want to drink? No. Why? Why? I drink and then you drink. Yeah, okay. Perfect. If you drink, I will drink. Me sirve un vaso, por favor. You're making me feel bad, man. Ese se come con pan y mal. Are you sure you want to drink? Bro, you will drink. He's Let's see. promised. Let's He's promising if he's Let's see. Do you see how she put her hands inside? Bro, don't talk that shit, man. Really, she put her hands inside. Drink a little too. Arriba. Arriba. Abajo. Abajo. Pa'l centro. Pa'l centro. Sexy movimiento. Sexy movimiento. Pa' dentro. Pa' dentro. წინა წავლების გაჩერება არ აღმოჩნდა უკანასკნელი ამ ბაზრობაზე. ამჯერად მივოდექით დახს, რომელიც გველის სისხლისგან ნაწარმოებით წამლებით იყო სავსე. The blood is this one and this one is oil. If you have any accident, you can use that and you can cicatrize, make it heal. Yeah, yes. And the other one, which is the oil for boa, this is good for the bones when you have any ache. აქაურებს წამთ, რომ ამაზონის მცენარეებისგან და ცხოველებისგან ნაწარმოების წამლები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ფარმაცევტული პრეპარატები. Medicine is better or there? No, here. Farmacia simplemente son analgésicos. Son analgésicos. demasiado química. Esto es natural. ამ გველის სისხლისგან არის ნაწარმოები ყველაფერი, კანის დამატენებელი დაწყებული, ბუნებრივი ვიაგრათი დამთავრებული. Is aphrodisiac? Claro, con miel, con With honey. honey. I have no problem, honey. Okay. Mi amor. Pero toma, Yeah, drink it. No. toma. Yeah. I am afraid that I will broke something here when I stayed here She's already. after drinks it. რადგანაც ქალმაში ეტყო რომ ნაღდი მყიდველი არ ვიყავი, შეწყვიტა ჩემთვის ინფორმაციის გაზიარება. She's telling like, I don't want to talk for nothing. I want that you buy something because you're the white people.
ეს ქალი უკანასკნელი ადამიანი არ ყოფილა, ვინც ჩემთან საუბარზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გულწრფელად მინდოდა ყიდვა, ზოგი კითხვაზეც არ გვასუხობდა. He's telling me we need to pay to explain that guy. Let's go. Okay, no problem. Okay. Oh, everyone wants money. აქაური გამყიდველები ძირითადად აქვე ცხოვრობენ. ეს ბაზარი ამაზონის პირას მდებარეობს და თუ ქალაქის შედარებით შეძლებული ფენა ხმელეთზე ცხოვრობს, მათთვისაც შედარებით უჭერს ნახევრად წყალში უწევს ცხოვრება. It's not like a new built house, right? No, this is old. It's not This is called the Venecia of Peru. Lake Venecia of Peru. Yeah. სწორედ ამ წყლის გადაღმა იწყება ამაზონის უკიდიეგანო ჯუნგლები, ხოლო ქალაქსა და ამაზონს შორის ეს ღარები მოსახლეობაა გაჭედილი. და აქვე აქვს შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მაღაზიები, კაფეები და კლუბიც კი. Telling me that this club is La Balsa and there is a lot of gay people there. სანამ აგუაჰის დავლევთ ეს ნახევრად ჩაძირული სახლები კარგად დავათვალიერეთ. აქ სამწუხაროდ გასასარგებლებელი სივრცე არავის არ აქვს და ელექტროენერგიაც ხშირად შეზღუდულია. They're watching TV. What? They were watching TV. მომეტევით ასეთი უცნობი რეკლამისთვის, მაგრამ თან რომ მქონდეს აუცილებლად ვაჩუქებდი აქაურებს Honor X-ray-ს, რადგან ამ პირობებში იდეალურად გამოადგებოდათ. It's petrol, is it water? ¿Qué es? ¿Es petróleo? Yeah, petrol. Honor X-ray ხომ უძღვები ბატარეით გამოირჩევა და 3 დღე ამ ტელეფონის დაუტენევად გამოყენება აქაური ელექტროენერგიის დეფიციტს დააბალანსებდა. ხოლო აქ თუ ვინმე შემთხვევით წყალში ჩავარდებოდა, მისი ულტრაწყალგამძლე ტექნოლოგია ამ პრობლემასაც მოაგვარებდა. გამძლეობა Honor X-ray-ს ერთადერთი პლუსი არაა. მას იმდენი საინტერესო მახასიათებელი აქვს, თავისუფლად შეგიძლია ელიტი შეიძინა და მეორე უკვე იფლექსაო პარტნიორთან პაემანზე. ისეთ პაემანზე, რომელიც ლუის ელოდება დღეს გოგოსთან. მაგრამ მანამდე აგუაჰე გვაქვს გასასინჯი. აგუაჰის გადაღალევა ჯერდები. მაინტერესებს თუ გამიზრდის სუზუკებს. Louis, you know what we do? We drink aguaje, we sleep naked, and person who gets hard first gets fucked first. ჩვენ კი ხუმრობთ, მაგრამ ამ ბაზარში მოსვლის მთავარი მოტივი სწორედ აგუაჰია. ოღონდ გასინჯვაზე უფრო მეტად იმის გარკვევა გვაინტერესებს, რამდენად ჯერა ხალხს მითის, რომ აგუაჰე ორიენტაციას სulis. და ამის გარკვევის შანსი მაშინ მოგვეცა, როცა წაგებული მატლის საჭმელად წავედით. და აღმოაჩინეთ, რომ ჩემ კამერამენს აქაურმა გამყიდველებმაც დაადგეს თვალი. Bro, the other one's clearly with Alex. Go here, Alex. He wants to know you. Yeah. Buen chico. Buen chico. You gay, right? Because of aguaje? ამოჩნდა, რომ ეს ადამიანები ჰომოსექსუალები იყვნენ და უცნაურია, რომ ნახევრად ამას აგუაჰეს აბრალებდნენ. Do you drink aguaje? ¿Tú tomas aguaje? Sí, más que mostrarles. You were gay from childhood or after drinking aguaje? Both. So aguaje make you more feminine. საკმაოდ უცნაურია, რომ ჰომოსექსუალობას ამ ხილს აბრალებენ. თუმცა სანამ უფრო მეც გავარკვევთ ამ ხილზე, ჯერ წაგებული სანაძლეო მაქვს ჩასაბარებელი. Where it raise? Presta, ahora. Aguaje. Aguaje tree. არ გვინდა რა, დედას ვიცარ არ. ამ ხელა არ ვიჭამია. არ გვინდა. I will pay, can you eat? Él te lo pagará, pero si tú comes primero. Oh, un vivo. Vivo. Guapa, antojo. That's big, bro. Sí, lo. Just look at you. Okay, it's your time, bro. Why are you laughing? Why me? Why? It's you. You are brave man. Last time I tried to eat that, and I just threw up. He's so active. Eat it, bro. Can we just go home? No, eat it. Grab from here and bite all it. არ მინდა ამის დედავატირე. Oh, fuck. How much it's moving. You don't need to think, they're telling you. Ay, como que se te gusta. Bro, they're telling, they would love to be the one. Dude. No, it's gonna bite you. I swear it's gonna bite you. Yeah, it's normal. Why my boobs are increasing? ¿Por qué? Because you're a little weight. მიუხედავად იმისა, რომ ლუის არ წაუგია, ჩემ და გასაკვირად თვითონაც გადაწყვეტა ჭამაცადოს და დაამტკიცეს, რომ ნამდვილად მამაცია. The most fluffy.
Oh shit. Vera. Bro. Okay. Oh no. No le botes. Más caleta, más caleta, más caleta. Saboreale. Concéntrate en el sabor de agua. Imagine poop inside. You don't want agua? Why are you acting like brave? He wants your number. No. Ah, mi número? Bro. არ ვიცი ლუისის ნომერი რაში გამოადგება, რადგან ლუისი ნამდვილად არაა გეი და უფრო მეტიც საღამოს პაემანი აქვს კოკოსთან, რომელზეც მე უნდა წავიყვანო ტუკტუკით. თუმცა სანამ აქამდე მივალთ, ესადე კიდევ უფრო მეტი გამერკვია რას ფიქრობენ აქაურები აგუაჰეზე. Agua is not red. Yeah, it's red. Here, you can see it. But this is already colored line. If I eat here, I will be. Se va a convertir así. Ellos piensan, dice que tiene esa idea. No. Like. Yeah. ¿Sí? No, un poco dice. No. არადოქსულია, მაგრამ ძირითადად ისინი ამბობენ აქ, რომ აგუაჰე ორიენტაციას ცვლის, ვინც თავად არის გეი. თითქოს რამე გარე მიზეზს ეძებს, რასაც დააბრალებს. ეს დაახლოებით იმას გავს ჰომოფობები და პროპაგანდისტები, რომ არიან თავად ლატენტური გეები. უბრალოდ გამბედაობა არ ყოფნით ახიეო, რომ ასეთებად იბადებიან. სინამდვილეში ჰომოსექსუალებად რომ იბადებიან, ამაზე უამრავი კვლევა არსებობს და ვერანაირი ხილიან პროპაგანდა, რომელიც შეცვლის ფაქტია. უბრალოდ ზოგ კულტურაში ამას თავისუფლად აჩვენებენ. ზოგან კი უწევთ დამალვა და გაუნათლებელ ხალხსაც გონია, რომ იქ სადაც მალავენ ისინი არ არსებობენ. რაც თავისთავად ტყუილია. საზოგადოება იმდენად წნეხავს, რომ იზოლებული ხარო დამალო შენი ორიენტაცია და რამდენი ადამიანია, რომელიც რეალურად გეია. მათ შორის ცნობილი ადამიანები, რომელსაც ვითომ მოყავთ სოლები და აქვს საკმაოდ ფეიქ ცხოვრება და ეგ რა თქმა უნდა მათი არჩევანია, შეუძლიათ ეგრე იცხოვრონ და დაამალონ საზოგადოების თვალში როგორია მათი ორიენტაცია. მაგრამ ყველაზე ამაზე ზენ ისაა, რომ ზოგჯერ ეს ადამიანები მუშაობენ ისეთ ტელევიზიებში, რომლებიც ემსახურებიან ჰომოფობიურ პროპაგანდას და არანაირი პროტესტი არ უჩნდება და ეგ არის ყველაზე დიდი ფარისევლობა, რაც კი შეიძლება გენახოს ადამიანმა, ანუ რისთვის ხორო? ის რომ გეშინია და შეიძლება დამალოს შენი ორიენტაცია, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ის რომ მუშაობ პროპაგანდაზე, რომ ჰომოფობიური განწყობები გააღვიძო, არის საერთოდ ამაზე ზენება რა. იმიტომ რომ შენივე წინააღმდეგ განაწყობ ადამიანებს საბოლოოდ. ამ ბაზრობით ჩვენი იკიტოსური თავგადასავალი არ ამოწურულა. იკიტოში ჩემი განუხორციელებელი სურვილის. ტუკტუკის ტარების სწავლის დროა. დღეს იმ სურვილის ასრულების დღეა და ჯერ კიდევ ვინდოიდან გამოიყვა. და ამაში ლუისი დამეხმარა. ლუისმა მოაყვანინა თავის ახლობელს ეს მოპედი, ოღონდ არასამან არის ის ტარება. ლუისის ნაცნობა ტუკტუკი დატოვა, რადგან თვითონ სამსახურში ეჩქარებოდა და ისე გამოვიდა და ამოუკიდებლად უნდა მესწავლა ტარება. მაგრამ როგორი მეგობარია ლუისი? ლუისმა მოაყვა რომ ტარება იცისო ჩემო მეგობარმა უნდა. არა. როგორ უნდა ვქო? How does it work? რატო არ გორავს? უჩნოია თან. So give me opportunity to learn. ეს ტუკტუკი მექანიკურია. მე კი მოტოს მექანიკური ტარება არ ვიცი. ამიტომ მჭირდება ვინმეს დახმარება და ამისთვის შემთხვევით გამბლელს დაუძახეთ. Hola, ¿cómo estás? ¿Sabes manejar? How to ¿Cómo prendes? ¿Cómo enciendes la moto? This what is it? ¿Para qué es? Esto es para hacer los cambios. To make the changes, the clutch. Hagas una chance. Magik tu khora. Yeah? Patea. ნახევრად ესპანურის გამო მაინც ვერაფერი გავიგებთ. ხოლმე ამ ბიჭს ეჩვენებინა როგორ უნდა დამეკოქა. One. Patea. Patea. Me otro. დაკოქვით წინ წავიწიეთ, თუმცა დაძვრას არ ვიცი. არა და ლუისთან დაპირებული ვარ, რომ პაემანზე მოტოთი წავიყვან. მაგრამ საბედნიერო ჯერჯერობით ისევ ამ ბიჭის დახმარების იმედი გვაქვს. What is it? Es freno. What is it? This is hands brake and legs brake. Gas? Gas, acá. Presiona. Adelante. Soltando esto y vas acelerando. Not so fast, slowly. Despacio. Vas avanzando. Pero suave. Slow. Okay, I understand. Listo. Eres mío. We are cooked. Yeah, you need to try. Okay, jump. Let's go! Yeah, let's go to the corner. I will. ჯერჯერობით ბიჭები არ მენდობიან, არიციან რომ მათ ქალაქში განსაკუთრებული გასეირნება ექთ. ამიტომ მარტოს მიწევს ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება. Jump! Okay, I trust you. ჩვენ და გასაკვირად ლუისმა პირველმა გაურისკა ამ ტუკტუკში ჩაჯდომას. ალე კი ჯერ თავს იკავებს.
Okay, jump. ალეს უნდობლობა რელევანტური აღმოჩნდა, რადგან ტუკტუკის ტარებას ისე მიუჩვეულია, რომ მოსახვევშიც ვერ საზღვრავ დისტანციას. Bro, you have to think of the time. თუმცა გაბარიტები ერთადერთი პრობლემა არაა. დიდად არც სიჩქარეების გადართვაში ვარგი ვარ. Გადი მალე. მალე კაია. ჯერ პირველში დავდივარ მშვიდად. შეჯიბრობით მხოლოდ პირველი სიჩქარით მოძრაობ, რადგან სხვა სიჩქარეში გადართვას ვერ ურისკავ. თანაც პოლიციის გვეშინია. ამ ტუკტუკის მართვას მოტოს მართვის მოწმობა ჭირდება, რაც მე ნამდვილად არ გამაჩნია. There are police there. Fuck. There's another police woman in the corner. Just be careful with the police. There is another police there. Where can we go? To the left side? Oh, how we can? She is police also. Now we can. Go to be serious. Be serious. What she says? Why so many police? Fuck. There are police there. Let's go different area. მხოლოდ პოლიცია არა. ამ ტუკტუკით ავარია თუ მოგვივა არ ამგონია ეს უსაფრთხო იყოს, რადგან ის გაცილებით ტრავმატული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე თუნდაც პიკაპის გამოცდილება. Pickup is safer than this. Much safer. ლუისის გოგო სახლში გველოდება. მისთვის ნათქვამი გვაქვს, რომ გაუვლით და ლუისი მას რესტორანში წაიყვანს. სწორედ ამიტომ ლუისისგან ველოდები გზის ჩვენებას. ამ ტუკტუკს მოხვევისთვის ციმციმა არ აქვს. მე კი ხელს ვერ უშვებ, იმდენად მიჭერს ტარება. ამიტომ ეგრეთ წოდებული პავადნიკი ლუისის ხელია. Hand, bro. Hand, bro. Hand. Bro, hand, please. Hand, bro. Bro, hand, please. ლუისის გოგომ და მისაღწევად ნახევარი გზა ძლივს გავიარეთ და მეც ნენელა ვიგზენი, რომ უფრო თავდაჯერებულად ვატარებ და სიჩქარეების გადართვაც დავამუღამე. არა უთო, გოურისკო. მეორე გოურისკე. მესამე. მეოთხე. Race. Fuck. Bro, don't get me angry. როგორც იქნა მივახციეთ ლუისის გოგოს სახლს და ის გადამჩნდა გურიტები პაემანზე წაგვეყვანა. თუმცა თურმე სამყაროს სიურპრიზ გვიმზადებდა. Fuck. Es su primera vez, Malena. საქმე ისაა, რომ დაქოქვა თურმე არც ისე მარტივი აღმოჩნდა და როდესაც ცოტა ვეწვალე, პედალი საერთოდ მოძვრა. What happened? You're kicking too strong, man. საბედნიეროდ გოგოს მამა სახლში დაგვხვდა და ის დაგვეხმარა ტუკტუკის შეკეთებაში. Gracias mucho. Your daughter will seguro. არ მგონია ამ გოგომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს ჩემი მზღოლობის ხელში. თუმცა ერთი რამე ფაქტია, ჩემი სიდებილე მათ ეხმარებათ, რომ პირველად ნახვის დაძაბულობა მოიხსნან და სასიამოვნო ენერგიები შექმნან. ამა ყავს ჩვენი ბიჭეთიკა. ის იყო ცოტა გამოცდილი და რა ჩაუვდა გოგოს. ეს არის მაო მიღწევა. ჩვენი პირველი ძმაკაცით გავაქორწინეთ. რაღა დარჩა. თურმე ლუის აქაც არ დავავიწყდით. საქმე ისაა, რომ ჩვენ ბოლოს აგუოჰეს გასინჯვა სულ გადაგვავიწყდა და ლუისმა ეს ამბავი გოგოს გაუზიარა. უთხრა, რომ საღამოს აგუაჰეს ვეღარცად ვიშოვიდით. თუმცა გოგომ თავის ერებთან გადარეკა და გვითხრა, რომ მალე აგუაჰეს მოგვიტანდნენ. ხოლო სანამ აგუაჰეს დაველოდებოდით, მანამდე ჩვენც შევუერთდით სუფრას. როგორც ვამჩნევთ, ლუისი ცოტათი უხერხულადაა, მაგრამ არჩევანით კმაყოფილია. She was drinking the aguaje. You can say that that's why maybe you are so beautiful, but it's not translate your words. ლუის აქაური გოგოები უფრო მოწონს. ის ამბობს, რომ ამაზონიდან გოგოები უფრო ლამაზები და საოცეები არიან, ვიდრე თავისი რეგიონიდან, მაჩუ-პიქჩუდან. ამიტომ ამ კავშირის გამყარებაში ვცადე მეც მივხმარებოდი. The Amazonas is beautiful. El Amazonas es hermoso. You know what is more beautiful? When Amazona meets Machu Picchu. Bueno, con el Amazonas conoce el Machu Picchu. ამასობაში როგორც იქნა ჩვენი აგუაჰეც მოვიდა და საბოლოოდ გადავწყვიტეთ გაგვერისკა და დაგველია ეს უცნაური ხილი. Finally, okay, let's find out if the milk is right. Oh, it's so sweet.
But do you know what is sweeter? You. Bro, it started already. არ ვიცი ხალხო. ეხა შეგიძლიათ დააკომენტაროთ. ყველაზე მეტი ლაიქი ვისაც აქვს ის გეია. ვიდრე ეგ ტიპი მე ვარ. So, thank you guys. We see you again. იმ სახამას ცოტათი დავლიეთ. ამიტომ გოგო ტაქსით გავუშვით სახლში, თუმცა სანამ გავაძილებდით ერთი მნიშვნელოვანი პირობა ჩამოვართვით. If you really marry, I will be godfather of your kid. Hey, I'm the second one. ოდნავ შეზარხოშებულმა ტუკტუკის მართვა აღარ გაორისკედა. ტუკტუკით დავბრუნდით სახლში. Let's sing. Alliance, როცაზე ცას გახედავს, ვიქეს რა. ნავარდის ბრად გათენდა. ეს ჩვენი ერთად გატარებული უკანასკნელი საღამოა. ლუისი კი სიმღერაში ვერ აკვა, რადგან ქართული არ იცის. მაგრამ კვირდებით, როცა უკან დაბრუნდები, ამ სპეციალურად ლუისთვის მისღვნილ სიმღერას ერთად ვიმღერებთ. სამი მეგობარი სამი ჯუჯა ვართ, კაკო ალე და ლუისი ერთად ავართ. გულხიარულები და გულალალები, ლარინკონა და შიცოტამ შიშარები, მაჩუ პიქჩუს გზაზე კი ნახდი ბავშვები. თავარია სამი რამე დედამიწაზე, დოპამინი სენდვიჩი და სიმამაცე. სამი რამე თუ გიწამე, ვერაფერი მოგვერება ჩვენს გზაზე, ვერაფერი მოგვერება დედამიწაზე. ბაბლიტო მოგვაბარა პიკაპი, კამერას სალე იღებს თავის თავზე, ლუის შიშისგან ურთის ნიკაპი. კაკო ისევ საშინლა დატარებს ამ გზაზე, თავარია სამი რამე ამ ჩვენს მიწაზე, დოპამინი სენდვიჩი და სიმამაცე. სამი რამე თუ გიწამე, მან კი კაკო ვერ გვერევა ქვეყანაზე, მან კი კაკო დამარცხდება მილიონკაზე.